გამარჯობათ, მოგბრძანდით. ეს გახლავთ სასტუმროების ქსელი მგზავრების ერთ-ერთი სასტუმრო, ცენტრალი, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრალის შენობაში, მეექვსე სართულზე. ამჟამად სასტუმროში ფუნქციონირებს 32 ნომერი, ქვედა სართულზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და სასტუმროს კიდევ 30 ნომერი დაემატება. წამოგბრძანდით, გაჩვენებთ ოთახებს. აქეთ. მოგბრძანდით, გაჩვენებთ ლუქსის ტიპის ოთახს. ეს არის ლუქსის ტიპის ნომერი, აივნიანი ოთახები, რომელიც იხედება თბილისის ულამაზეს ხედებზე. გვაქვს ასევე სტანდარტული ტიპის ნომრები, არის არამწეველთა ოთახები. ჩვენთან ნომრის ფასები იწყება 65 ლარიდან და ამიტომ მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდია. ჩვენი სასტუმროს ნომრებიდან არაჩვეულებრივი ხედები ჩანს თაწმინდა, რომელიც ღამით განსაკუთრებით ლამაზია. წამოგბრძანდით, გაჩვენებთ კიდევ ერთ-ერთ ლუქსის ტიპის ნომერს. ნებისმიერი ტიპის ოთახში გვაქვს კონდიციონერი, უკაბელო ინტერნეტი, ტელევიზორი და საშხაპე ოთახი. ეს არის 4-ადგილიანი ნომერი. რა ვიცი, ძალიან კმაყოფილები არიან სტუმრები. ყავს როგორც უცხოელი დამსვენებელი, ისე ადგილობრივი საქართველოს მოქალაქეებიც. მგზავრების პირველი სასტუმრო გაიხსნა ბათუმში. ეს არის 16 ნომრიანი სასტუმრო. გვაქვს საუნა. ბათუმის მგზავრები მდებარეობს ბათუმის ძველუბანში, ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან 200 მეტრში. ამის შემდეგ უკვე გაიხსნა სასტუმრო ბაკურიანში, ბაკურიანის მგზავრები. აქ უკვე 6 სასტუმრო ფუნქციონირებს. ძალიან განვითარებულია ინფრასტრუქტურა, გვაქვს აუზი, ბილიარდი, ბავშვთა გასართობი ოთახი, რესტორანი, პიცაბარი, ფრენბურთის მოედანი და მაღაზია. ფაქტიურად ყველაფერი, რაც კი შეიძლება დამსვენებელს დასჭირდეს. ამის შემდეგ უკვე გაიხსნა მგზავრები გონიო. მგზავრები გონიო სასტუმროსთვის ეს არის პირველი სეზონი და მიმდინარეობს ისევ ჩვენი ქსელის გაფართოება. დაგეგმილია მშენებლობები ბაკურიანში, დაემატება კიდევ რამოდენიმე კოტეჯი, მიმდინარეობს 2 კორპუსის მშენებლობა, ასევე დაემატება კიდევ ერთი სასტუმრო გონიოში. ყავს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დამსვენებლები. არის დატვირთული სასტუმრო მაგალითად ბაკურიანში, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ზაფხულის სეზონზედაც. ჩვენი მთავარი ნიშა არის ის, რომ ჩვენს დამსვენებელს არ დაჭირდეს სასტუმროს იქეთ გასვლა და ამიტომ ფართოდ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება დამსვენებელს დაჭირდეს, არის ჩვენს ტერიტორიაზე შეუძლიათ ისარგებლო ნამომსახურებებით.